ქართული ოცნების ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების შესახებ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკამ დინარაძემ უმრავლესობის ხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, მუხლით თავის დროზე კოდექსიდან ნაციონალურმა მოძრაობამ ამოიღო. მართულ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს მუხლი, რომელიც სახელს დაარქმევს იმ დანაშაულებს, რომელიც შესაბამისი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული თავით არის განსაზღვრული. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ინიციატივის მთავარი მიზანი რეპრესიებია და თუ ვინმე ახლა ამ მუხლით არის გასასამართლებელი, ეს სწორედ ქართული ოცნებაა. რეჟიმი რო შეიცვლება ძალიან მალე, აი ზუსტად რეჟიმზე გავრცელდება ეს ჩანაწერი. ესეც მორიგი პოპულისტური ნაბიჯია, უამრავი დანაშაული აქვს, მათ შორის ჯაშუშობითაც შეიძლება უმეტესობა მათგანი გავასამართლოთ, იმიტომ რომ ისინი არიან წარმოადგენენ რუსეთის ზედაპირეს საქართველოში. ივანიშვილის რეჟიმის მტკიცება, რომ სამშობლოს ღალატის მუხლი გაუხთ არის манипуляციური, იმიტომ რომ სისხლის სამართლით, რასაც ნამდვილად სამშობლოს ღალატი ქვია, ის კვლავ დასჯადია. თუმცა ამ შემთხვევაში კონკრეტული მუხლის ჩანაწერი არის განსხვავებულად წარმოდგენილი. ამ манипуляციურ განცხადებით, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ახლა ივანიშვილის რეჟიმს აქვს, რომ გააძლიეროს ის საბჭოთა ტიპის რეპრესიები, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ივანიშვილმა თავის ძალაუფლების და ფულის დასაცავად წამოიწყო. საზოგადოებამ რა თქმა უნდა იცოდა, მაგრამ ჩვენი კომისიის ხდომაზე მორიგ ჯერზე კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ფაქტები, რის გამოც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან ეს მუხლი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობა სამშობლოს ღალატი. ჩვენ კარგად დავინახეთ სამწუხაროდ, რომ აი ეს რეჟიმი ნაციონალური მოძრაობა დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რომელიც პირდაპირ იყო სამშობლოს ღალატის ნიშნების შემცველი. ნებისმიერი პირი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ არსებობს ასეთი მუხლი, რასაც ქვია სამშობლოს ღალატი, რომ მან ასეთ ნაბიჯზე არც კი უნდა იფიქროს. ეს არის მიზანი სწორედ აი ამ ცვლილებების. საზოგადოებას ახსოვს, რომ 2008 წლის ომის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა სისხლის სამართლის კოდექსიდან გააქრო სახელმწიფოს ღალატის, იგივე სამშობლოს ღალატის მუხლი. ეს დღევანდელი გადასახედით არის აბსოლუტურად გასაგები, რადგანაც ეს რეჟიმი პირდაპირ მნიშვნელობით აპირებდა საკუთარი ქვეყნის ღალატს, რაც პრინციპში მანამდეც ჩაუდენია, თუმცა 2008 წლის მოვლენები ამ მოცემულობის მკაფიო ხაზგასმა იყო მთელი კასკადი ღალატისა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ჩვენ ნახეთ კონკრეტული ფაქტები, როდესაც ხდებოდა ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება, რადიკალიზმის დაფინანსება ქვეყანაში, სახელმწიფო გადატრიალების რამოდენიმე მცდელობა და რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩადიოდა ამ ტიპის ქმედებებს, მიდიოდა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი და ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი. რა თქმა უნდა, ქმედებას უნდა ერქვას თავისი სახელი და არ უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ დანაშაულის სათაურით და დასახელებით, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, ასე ვთქვათ, მისი დაკნინება, მნიშვნელობის დაკნინება. ის, რაც არის სამშობლოს ღალატი, არის სამშობლოს ღალატი. და ამის ჩამოყვანა რაღაც ტექნიკურ ტერმინებამდე, ზუსტად ეს იყო განზრახვა მაშინაც, რომ ეს ყოფილიყო რიგითი დანაშაული. პარლამენტის დღევანდელი სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. ქართული ოცნების წევრებმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრეს და გეოპოლიტიკური ვითარება მოიხილეს. მათი განცხადებით ხელისუფლების დამსახურებაა, რომ საქართველოში მშვიდობაა. ომი თავისი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის, მაგრამ ეს დასასრული რა თქმა უნდა პირველ რიგში არ იქნება სამწუხაროდ უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინული სახელმწიფოსთვის პროიტყვიან მომგებიანი. ჩვენ ეს პერიოდი შევინარჩუნეთ ქვეყანას მშვიდობა, შევინარჩუნეთ სტაბილურობა და ქვეყანას განვითარების მყარი გარანტები აქვს. როდესაც ეს რადიკალური, კოლექტიური, ნაციონალური მოძრაობა და მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ძალღონეს არ იშურებდნენ, რომ საქართველოს ჰეროიკული ლოზუნგების ქვეშ ჩაერთოთ აი ამ ბრძოლაში. დღესაც რო შეიკრიბებიან მომიტინგეები 18 თებერვალს
ბიძინა ივანიშვილისათვის დაბადების დღის მისალოცად კარგად გაიხსენონ და კარგად დაუკვირდნენ იმას, რომ სწორედ ამ კაცის და ამ ხელისუფლების დამსახურება, რომ დღეს საქართველოში შვიდობაა. უკრაინა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გარკვევის ბრძოლის ველად იქცა. ამ ბრძოლაში საქართველოსაც მძიმე როლი მიაკუთვნეს და ქართულ საზოგადოებას გმირობად გამოცხადებული უკრაინიზაცია შეფარულად ერთადერთ საუკეთესო პერსპექტივად წარუდგინეს. საჭირო გახდა საციცოცხლოდ სახიფათო ფარული გზის გამოაშკარავება, რომ ქვეყანა ბრწყვილა სათხოვარებს არ წამოგებოდა. ხან ევროკავშირში დროზე ადრე გაწევრიანების, ხან ნატოს წევრობის, ხან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების და ხან მილიარდობით დახმარების ცრუდაპირებით. სამწუხაროდ ამ სათხოვარებს უკრაინა წამოაგეს, რომ არა ქართული ოცნების თანმხმედრი გონივრული პოლიტიკა გამოსწორებელ ზიანს ვერ აიცილებდა ვერც ქვეყანა და ვერც საზოგადოება. არ შემიძლია არ გამოყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი ამ პროცესში და მისი პრინციპული პოზიცია ქვეყნისა და საზოგადოების სასარგებლოდ. ჩვენს მიერ გამოაშკარავებულ გლობალურ ომის პარტიას ამერიკის პრეზიდენტმა Deep State უწოდა და მას პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა. რასაც ჩვენ საუბრობდით აქ, ახლა თავად საუბრობენ იქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძალიან სასიხარულო არის ის ფაქტი, რომ სრული თანხმედრა არის ღირებულებებით ნაწილში ქართულ ოცნებასა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას შორის. მარტივი ჭეშმარიტება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი და სხვანაირად ვერ იქნება, ჩვენ აღარ მოგვიწევს ამის მტკიცება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ის ფაქტებზე და მტკიცებულებზე დაყრდნობილი განცხადებები, რომელიც ეხება USAID და NETS, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და რატომაც დავაყენეთ დღის წესრიგში გამჭვირვალობა ამ ქვეყანაში, რომელსაც ამხელა ისტერია მოყვა ეს ორგანიზაციები პირდაპირ ემსახურებოდნენ ძირის გამომთხრელ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში. ასევე ბატონი დონალდ ტრამპის სიტყვებიც მინდა მოვიშველიო, რომელმაც თქვა, რომ უკრაინას ძალიან მარტივად შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა ამის სურვილი რომ ქონოდაო. უბრალოდ ბატონი ზელენსკი შეაგულიანესო ეგრეთ წოდებულმა დიდმა ბიჭებმა და მაქედან გამომდინარე აღმოჩნდა უკრაინა ამ ტრაგედიაში. რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლის თავზე შეგვიძლია დაბეჭდებით ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ოცნების ხელისუფლება მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რამაც ამ ქვეყანას თავიდან აარიდა უაზრო ომი, ნგრევა და სისხლისღვრა. დიახ, კიდევ ერთხელ და უკვე მე რამდენად ჩვენ მართლები აღმოჩნდით, იმიტომ რომ ვიხემძღვანელეთ საქართველოს ინტერესებით, სამაგიეროდ იმდენად იყო ოპოზიცია და NGO სექტორი მოწყურებული ძალაუფლებას, რომ მზად იყვნენ ქვეყანა ამისთვის ომის ჯოჯოხეთშიც ჩაეგდოთ. მაგრამ მოსახლეობამ კარგად დაინახა, სად იყო ისტორიის ნათელი და სად ბნელი მხარე და არჩევნებზე დემოკრატიული განაჩენი გამოუტანა ომის მოსურნეებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თუნდაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო ვიზიტი რა დღის, რომლის შედეგადაც ისტორიაში უპრეცედენტო 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება ჩვენი მოსახლეობის, ქალაქა და სოფლად ცხოვრები ოჯახების უკეთეს მომავალში. ამ ხრივ ჩვენი მოქალაქეების მათთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს, ეს მხოლოდ დასაწყისია. მხოლოდ 21-23 წლებში მეგობრებო საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა. 24 წელს წინასწარი პროგნოზით საშუალო ეკონომიკის ზურის და 9.5% უნდა იყოს. ასევე 24 წელს თითქმის 8%-ით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და 6.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 7%-ზე მეტის დააჩვენა და ისტორიულ მაქსიმუმს 4.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მინდა აღვნიშნო მთავრობის მეთაურის ბატონი ირაკლი კომახიძის ვიზიტი გაერთიანებულ საამიროებში, სადაც ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მოიცავს უპრეცედენტოდ მაღალ უცხოურ კაპიტალ დაბადებას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც განისაზღვრება 6 მილიარდი ევროთი, რომელიც პირდაპირ პროპორციულად კონვერტირდება ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო გარანტიებში. როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, რადიკალი ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვენ ხშირად გვაკრიტიკებდნენ, რომ თითქოს გამოყენებული იყო უკრაინის ასეთი შემზარავი ფოტოები საარჩევნო ბილბორდებს. და თითქოს ამით ჩვენ საზოგადოებაზე გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვახდენდით. და ჩვენ კი არ ვაშინებდით ჩვენს ამომრჩევებს, ჩვენ საზოგადოებას, არამედ უყვებოდით რა კატასტროფის წინაშე დადგა ეს საწოდავი ხალხი, რომელიც იქნა ჩათრეული ამ საშინელ ომში. სიამაყლობელმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ აღნიშნულია ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დამფუძნებლის წერილში, რომელიც ბათუმელების რედაქტორმა ეთერ თურამზემ ჟურნალისტებს კლინიკა ვივა მედიდან გააცნო. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ბათუმში ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. თხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ. მე მინდა უბრალოდ რომ მადლობა უთხრა მზიას ამ გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ ეხა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე. ძლიერები იმისთვის რომ ვიბრძოლოთ როგორც მზიას, ასევე ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის. მან სრულად გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები, რაზეც ამ დღეებში იყო საუბარი, თუნდაც გუშინ გაკეთებული ჩვენი მიმართვა, მისი კოლეგების მიმართ და ჩვენაც ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ეს დღეები ჩვენ ვცდილობდით, რომ მიგვეღწია ამ შეთანხმებას. 30 დღის შემდეგ ყოველი დღე მოსალოდნელი არის სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან. დავიწყებთ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ კურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ის რაც უკავშირდება თუნდაც პრევენციას, ეგრეთ წოდებული რეფიდინგ სინდრომის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, ძალიან რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან. განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პირველი 2 დღე არის სპეციალური მენიუ შეთავაზებული, შემუშავებული, დამტკიცებული ეს რეფიდინგ პროტოკოლი და შესაბამის კურნალობასთან, თანხმდე კურნალობასთან ერთად განვითარდება ეს პროცესები. კიდევ ერთი ახალი ინიციატივა სახელმწიფოს გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული საკითხი დღეს სესიაზე პირველი მოსმენით განიხილეს. მთავრობის ინიციატივა პირველი მოსმენით უკვე დამტკიცდა და მას მხარი დაუჭირეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე. ოპოზიცია ამ ინიციატივას აკრიტიკებს. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს. მთავრობის ინფორმაციით სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საბიუჯეტოს აღწევს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გააცემს. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი, რაც მოხმარდება სააგენტოს შექმნას და ფუნქციონირებას, ასევე გრანტის სახით გასაცემ თანხებს. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით 10 პირი დასაქმდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის სწორედ ჯანსაღი პროცესების გაძლიერებისთვის საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. ამ მხრივ ასევე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინიციატივა ეხმიანება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, მის ზოგად კომენტარებს, სადაც სახელმწიფოების ვალდებულება არის, რომ სწორედ გააძლიერონ არასამთავრობო ორგანიზაციები. მართალია დღესაც სხვადასხვა ასიგნებებიდან პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ფინანსდებიან, მაგრამ ძირითადად ეს არის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები და ეს ჩვენ მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ადვოკატირებაზე მომუშავე, თუნდაც შემოკვეთა წარმომადგენელი ორგანიზაციების მხარდაჭერა მოხდეს. სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხების მხარდასაჭერად დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან და არა უცხო ქვეყნების დაფინანსებაზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ რა თქმა უნდა, სრულად უჭერ მხარს ამ ინიციატივას. რა ვადებში, რა სისტემით შეიქმნება ამ სააგენტოს დაფუძნების შემდგომ თავად პროექტის დიზაინი, რა აქცენტები და პრიორიტეტები იქნება. ჩვენ ვიცით, რომ რიგ სამინისტროებს აქვთ კონკრეტული ფონდები იმისთვის, რომ გარკვეული მიმართულებით მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების არასამთავრობო ორგანიზაციების ან საინიციატივო ჯგუფების დაფინანსება. ეს ხომ არ იქნება, ასე ვთქვათ, მოცემულობა, რომ ასე ვთქვათ, იქ აღარ მოხდება ამ გრანტების გაცემა და მხოლოდ ეს უწყება იქნება პასუხისმგებელი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ ის სექტორული მიმართულება, რაც
დღეს არსებობს აი ამ სამინისტროების მეშვეობით ეს შენარჩუნებული იყოს ის შექმნა მთავრობის მიერ იგეგმება აი ამ კანონის მიღებისთანავე, სავარაუდოდ მარტში სავარო სტრუქტურაც იქნება ჩამოყალიბებული და უკვე საგრანტო კონკურსიც იქნება ამოქმედებული და რაც შეეხება თვითონ კვეთასთან დაკავშირებით სამინისტროების მიერ და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან დაფინანსება ორგანიზაციების ეს არის სექტორული მიმართულებები, რომელიც ამ შემთხვევაში ცხადია არ შეიცვლება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად ასეთი პროექტები, რომელიც ხორციელდება და სამინისტროების მიერ ფინანსდება, გულისხმობს სამეწარმეო იურიდიული პირების დაფინანსებას, ასეთ ორგანიზაციებს აქვთ უფრო მეტად სამეწარმეო მიზანი და ეს პროექტი ქმნის უკვე შესაძლებლობას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსდეს, რომელიც თავიანთი ფორმით იურიდიული ბუნებით არიან არაკომერციული იურიდიული პირები და შესაბამისად ამ შესაძლებლობის შექმნა მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ კომერციული მიზნის გარეშე იდეალური მიზნის მსახურებისათვის სახელმწიფოსაგან მოიპოვონ შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება. მიმდინარე კვირას პარლამენტში ამერიკული ფარას პირდაპირ თარგმანს არადგენენ. მმართველი გუნდის განცხადებით, შტატებში მოქმედი კანონის ქართულ რეალობაში გადმოტანა ერთი მხრივ შეამცირებს გარე გავლენებს, მეორე მხრივ კი გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ სპეკულაციების სივრცეს აღარ დატოვებს. უტყაში რომ ვიღაცამ რაღაც დოკუმენტი შეიტანა. საქართველოში ამის გამო მთელი მსოფლიო შეიტყვა ევროკავშირი, ამერიკა და აქ რო ფარა არ მიიღონ, ამის გამო ხდება მთელ მსოფლიოში ყველაფერი. არ წვენიათ რომ ამ პროპაგანდას ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ყველაფერი გახდა ცხადი და ნათელი, მაგალითად USAID, NED, რაში ხარჯავდა ამ თანხებს, რომელიც მიმართული იყო ხელისუფლებების დამხობისთვის, სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობისთვის, ყველაფერი ცხადი და ნათელი გახდა. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში და ხას უსვამდით იმას, რომ გამჭვირვალობა პრინციპულად მნიშვნელოვანია, აგერ ერთი განცხადებით ყველაფერი გახდა ცხადი და ნათელი. ეს შეფუთული ვითომ დემოკრატიული პროცესები და რეალურად სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობები, რომელიც იფუთებოდა რაღაც დემოკრატიული პროცესებით, ყველაფერი გახდა ცხადი და ნათელი. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გამკაცრდეს გამჭვირვალობის კანონი და გადმოვიტანოთ ანალოგი ფარას კანონისა, სადაც კონკრეტულ დანაშაულებებზე არის სისხლის სამართლის მიმართულება. დღეს მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიები დადგენენ წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე, როდესაც უცხოური ჩარევებით და სხვა მსგავსი манипуляციებით ფაქტობრივად ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ამით სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენენ თავად დემოკრატიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ჩვენც როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვზრუნავთ და ვფიქრობთ იმაზე, რომ ქართული დემოკრატია იყოს მაქსიმალურად დაცული და გაუძლოს აბსოლუტურად ყველა გამოწვევებს. რაც ერთი წლის წინ შეიძლება იყო გამოწვევა და გამჭვირვალობის კანონით შეიძლებოდა რომ დარეგულირებული იყო, დღეს ვდგავართ სრულიად სხვა რეალობის წინაშე. ეს საფრთხეები არის ბევრად მასშტაბური და ბევრად უფრო პრობლემური, ვიდრე ეს ერთი წლის წინ. ვადევნებთ თვალს იმას, თუ რა დისკუსიები იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ რაიმე განსაკუთრებული შეიცვლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მიმართულებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა გულისხმობით მივადევნებთ ამ დისკუსიებს და სადაც ეს რელევანტური იქნება, რა თქმა უნდა ჩვენ ამ ცვლილებებსაც ავსახავთ ჩვენს კანონმდებლობაში. ქართული ოცნების ინიციატივას იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, მხარს დაუჭერთ ჩვენც და მინდა ვთქვა, რომ თუ იმას აქვს კითხვები აი ფარასთან დაკავშირებით, მიმართოს ამერიკის სახელმწიფო ვებგვერდს. იმიტომ რომ ერთ-ერთში იქნება ზუსტად ის კანონი, რომელიც მოქმედებს ამერიკაში. ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო შუადერეფნის მზარდ როლს და იმ ღონისძიებებს, რომლებიც მხარეთა აქტიური ჩართულობით ხორციელდება მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო გადაზიდვების გახსნის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყება. შედგა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან ტრანსპორტის მინისტრთან გავიარეთ ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ყველა მიმართულება. საუბარი შეეხო ერთობლივ პროექტზე ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობის საკითხს, რომელიც წელს უკვე სრულად უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. ვისაუბრეთ ერთობლივ საწარმოზე, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის იქმნება და რომელიც ამ ინფრასტრუქტურის ოპერირებას მოახდენს. ეს მოგცემს საშუალებას, რომ ეს მონაკვეთი უფრო ეფექტურად დავტვირთოთ და მეტი ტვირთი მოვიზიდოთ. ასევე ვისაუბრეთ
მიმდინარე წლის გადაზიდვების პროგნოზზე, ვისაუბრებ ასევე სამგზავრო გადაზიდვების გახსნაზე, რომელიც უკვე 1 მაისიდან დაიწყება აზერბაიჯანთან და ეს ჩვენი ტურიზმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ვისაუბრებ ზოგადად შუა დერეფნის პერსპექტივებზე და ერთობლივ მოქმედებებზე, რომელიც ამ დერეფანში მეტი ტვირთის მოზიდვასთან მეტი დამატებითი ღირებულების შექმნის საშუალებას მოგცემს. შუა კორიდორის ფარგლებში ჩვენი ქვეყნები მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ ტერიტორიებზე საქონლის გატარების ზრდის მომსწრენი გავხდით. ორივე მხრიდან ყველა დონეს მივმართეთ, რომ მომხმარებლები კმაყოფილები ყოფილიყვნენ. გასული წლის განმავლობაში ჩვენ კონტეინერების მზარდი რაოდენობა ვიხილეთ. ამ მიმართულებით დაახლოებით 25%-იანი ზრდა. დღეს კი ჩვენ შუა კორიდორის განვითარების სამომავლო პერსპექტივები განვიხილეთ. როგორც იცით, აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ამაში და სამომავლოდ გვაქვს შუა კორიდორის განვითარების გეგმები. ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის კითხვის აპასუხოდ განაცხადა, რომ კონფლიქტის მიმართ ხელისუფლების ქმედებები ეროვნული ინტერესებით განისაზღვრება, განსხვავებით წინამთავრობებისგან, რომლებიც ყაველაშვილის თქმით, გარეთ ძალებზე იყვნენ დამოკიდებული. პრეზიდენტის განცხადებით, ევროპული გზა საქართველოს მკაფიო არჩევანია. გავიხსენოთ ასევე ის ზომები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ მიიღო ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის აქტივების წინააღმდეგ, რომელსაც მისი მოწინააღმდეგეები ადანაშაულებენ კრემლთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებაში. სჯობს გავიხსენოთ მისი მოღვაწეობა როგორც მეცენატის, რომელიც თავის ქვეყანას კულტურული მემკვიდრეობის, განათლების, ეკონომიკისა და სპორტის სფეროებში უჭერს მხარს. მან 1 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ციფრები ოფიციალურად ცნობილია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. საქართველოში ამ სანქციებს საპირისპირო ეფექტი აქვს, რადგან მოსახლეობამ იცის, რომ ის ქველმოქმედია იმ გმირი ფიგურების მემკვიდრე, რომლებმაც საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში ქვეყანა გადაარჩინეს. ინტერვიუს დროს მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კონფლიქტის მიმართ ხელისუფლების ქმედებები ეროვნული ინტერესებით განისაზღვრება, განსხვავებით წინამთავრობებისგან, რომლებიც ყაველაშვილის თქმით გარეთ ძალებზე იყვნენ დამოკიდებული. პრეზიდენტის განცხადებით, ევროპული გზა საქართველოს მკაფიო არჩევანია. ომს მოწყურებულები ევროპაში მოქმედებენ. განა ეს არ არის გარანტია ქართველებისთვის, რომ მათ შეიარაღებული კონფლიქტისგან დაიცავთ. ჩვენი ქმედებების მნიშვნელობა განისაზღვრებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესებით ყველა კონფლიქტის მიმართ. სამწუხაროდ ეს არასოდეს მომხდარა წინამთავრობების დროს, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ გარეთ ძალებზე. ხალხმა ეს ნათლად დაინახა. ევროპა, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ არის დეзინფორმაციის გავლენის ქვეშ. მე მჯერა ევროპული ღირებულებების და არა ბრიუსელის ბიუროკრატების. გავუბედავ იმის თქმას, რომ საქართველო ევროპული ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება გახდეს. ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ასე შემდეგ. ჩვენთვის ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოწყობილი ეს დევნა არ წარმოადგენს ნამდვილ ევროპას, რომელიც ჩემს თვალში ნიშნავს განსხვავებულ მოსაზრებებსა და ფაქტების გადამოწმებას. მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ მთავარი არხის გაჩერება გვარამიას მითითებით და არხის გენერალური დირექტორის კანონგარეშე გადაწყვეტილებით ხდება. როგორც ოქუაშვილი აცხადებს, ტელეკომპანიამ მთავარმა არხმა შეუფერხებლად და კანონიერად უნდა განაგრძოს მუშაობა. იმ დროს, როდესაც ერთი მხრივ საქართველოში მწვავე ვითარებაა და მეორე მხრივ სასამართლო პროცესები მაქვს ლონდონსა და სტოკჰოლმში, ივანიშვილისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ, ნიკა გვარამია მიზანმიმართულად დაგეგმილი მოქმედებებით იძულებულს მხდის დავკავდეს საპასუხო განცხადებებით. მთავარი არხის გაჩერება ხდება გვარამიას მითითებითა და მთავარი არხის გენერალური დირექტორის თვითნებური კანონგარეშე გადაწყვეტილებით და ჩემი დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებენ განცხადებას, თითქოს ტელეკომპანია მთავარ არხს ვაჩერებ. მთავარი არხის მაუწყებლობის შეჩერებასა და ამ განცხადების გავრცელებას წინ უძღოდა მთავარი არხის შემოთავაზება, რომ საწყისად 1 მილიონს გადაიხდიდნენ სანაცვლოდ ჩემგან წარდგენილ დირექტორს გიორგი ქურდაძეს ეროვნულ ბანკსა და პროკურატურაში უნდა განეცხადებინა, რომ გაერკვევა სიტუაციაში და აღარ ფიქრობს, რომ არხზე დანაშაულებს ჰქონდა ადგილი. ამასთან გიორგი ქურდაძეს ხელი უნდა მოეწერა მათ მიერ შედგენილ კანონგარეშე დოკუმენტებზე. უარის შემთხვევაში ჩემს საწინააღმდეგო კამპანიას ახალი ძალით ააგორებდნენ. ჩემი როგორც დამფუძნებლის მოთხოვნა დღესაც უცვლელია. შეჩერდეს მთავარ არხზე მიმდინარე კანონგარეშე ფინანსური ოპერაციები, თანხების მიტაცება, თაღლითობა, ფულის გათეთრება. შეიცვალოს გენერალური დირექტორი და ამ პოზიციაზე გიორგი გაბუნიას ნაცვლად პროფესიონალი და საზოგადოებისთვის სანდო პიროვნება აირჩეს. ნიკა გვარამიას მხრიდან მთავარი არხის გენერალური დირექტორის პოსტზე დასახელებული თავისი მეუღლე სოფო ლილუაშვილი ჩემთვის არ არის მისაღები. ტელეკომპანია მთავარმა არხმა შეუფერხებლად და კანონიერად უნდა განაგრძოს მუშაობა. არხის არაფორმალური მმართველის ნიკა გვარამიას მითითებით კანონმდებლობის და მთავარი არხის წესდების სრული დარღვევით
თვითნებურად იქნა გაჩერებული მთავარი არხის მაუწყებლობა, რაც ჩემი იურიდიული გუნდის ბრიტანელი და ამერიკელი ადვოკატების სამსჯელო გახდება. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონია ბაკურიანში გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს მედლები, ტურნირის საუკეთესო სპორტსმენებს კი ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის პრიზი გადაეცათ. ბაკურიანი 2025 საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა დროშა მომავალ მასპინძლობს ქვეყანას. რუმინეს გადასცეს საქართველოს ტურნირზე ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა, რომელიც ფიგურული მოციგურავის ინგა გურგენიძის ანგარიშზეა. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ასეთ შეფასებებს ვისმენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტისგან. გარდა ამისა, ასეთივე შეფასებები კეთდება, რაც ყველაზე მთავარია სპორტსმენებისგან, დელეგაციის წევრებისგან, ყველა იმ სტუმრისგან, 45-ვე ქვეყნისგან, რომელიც ჩამოსული იყო საქართველოში და ჩვენ მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას. მინდა მიუღოთ ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ შეგვიძლია რომ მაღალ დონეზე ჩავატაროთ ორგანიზება და მინდა წარმატება უსურვო ჩვენ სპორტსმენებს. შემდგომში რა თქმა უნდა უკვე ბრაშობაში იქნება 2027 და ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზება. ჩვენ ნახეთ რომ როგორი აღინება, როგორი გამოძახილია. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით მამუკა ხაბარელთან, სხვა ხელმძღვანელებთან და მოხალისეებთან ერთად ძალიან ლამაზი ერთი კვირა გავატარეთ. მართლაც მაგიური დღეები გქონდა. ტურნირის დონით მთელი დელეგაცია კმაყოფილია, რადგან ყველაფერი შესანიშნავ კონდიციაში იყო. ბოლოს კი შემეძლია გითხრათ, რომ რუმინეთს ბევრი სამუშაო ექნება, რადგან რაც თქვენ გააკეთეთ, ეს ფანტასტიკურია. ჩემთვის ეს ჯილდო ბევრს ნიშნავს. ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ. არ ველოდებოდი. საქართველოს ძალიან მომეწონა, საოცარი ქვეყანა. ყველაფერი იდეალურად იყო ორგანიზებული და მადლობა ყველას ამ შესანიშნავი ტურნირისთვის.